კიდევ რა არის შიშები, რომლებიც აწუხებთ პერფექციონისტებს? ეს არის საშუალოობის შიში, კრიტიკის შიში და შეცდომის შიში. საშუალოობის შიშს რაც შეეხება, ამაში იგულისხმება ის, რომ ჩვეულებრივობა აღიქმება როგორც მარცხი. რახან საკუთარი თავი იზომება ყოველთვის სხვებთან შედარებით, ამიტომ რასაკვირველია უნდა ვიყოთ არაჩვეულებრივი, არამედ არაჩვეულებრივი. რაც შეეხება კრიტიკას და კრიტიკის შიშს, აქ ერთი ძველი ამბავი მინდა რომ მოგიყვეთ, როგორ დაუწერა მესამე თუ მეოთხე კლასელ ფრიადოსანს მასწავლებელმა კარგი კუდაპრეხილი ორიანი ბავშვმა დაიწყო ისტერიკული ტირილი, ვეღარ აწყნარებს ვეღარც მასწავლებელი, მის გვერდით მჯდომმა ოროსანმა თანაკლასელმა დაუწყო ასევე შეწუხებულმა და გაკვირვებულმა დამშვიდება, რომ რა დაგემართა ბიჭო, რა გადიდებს კი, მაგრამ ასეთი რა მოხდა? ეს ორიანი რას გიშავებს? ხომ არ კბენს? ორიანი არ იკბინება. აი ეს არის მაგალითი, რომელიც ძალიან კარგად აჩვენებს ამ ბავშვებს შორის ხასიათის განსხვავებას და იმას, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამენ ისინი სამყაროდან მოსულ რეაქციებს. ხშირად ეს არის ხოლმე მიზეზი, ასე მგონია, ის რომ მომდევნო ეტაპზე ცხოვრების ხშირად, არც თუ ისე იშვიათად, წარმატებას აღწევენ სწორედ აი ეს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები და არა მაინც და მაინც ის მარადი ფრიადოსნები. იმიტომ რომ იმ ბავშვებს არ ეშინიათ წარუმატებლობის, ისინი არ აღიქვამენ კრიტიკას და შეცდომას როგორც ტრაგედიას. ხოლო პერფექციონისტისთვის ეს მეტად მტკივნეული თემაა. პერფექციონისტი ყოველთვის იდეალურ მიზანს ისახავს, რაღაც განუზომლად დიდისკენ მიისწრაფვის, ელოდება იდეალურ მომენტს ისევ და ისევ, რომელიც ან არასდროს დგება, ან და მისი მოხელთება იმდენად იშვიათია, რომ ფაქტიურად შეუძლებელია ხოლმე. პერფექციონისტმა საქმე 90%-ით რომ შეასრულოს, ის განცდა კი არ ექნება, რომ რამდენი საქმე გააკეთა. მაინც იმას იფიქრებს, რომ საქმე ვერ შეასრულა. პერფექციონისტები ხშირად უარს ამბობენ ასევე კრეატივზეც. მათ ურჩევნიათ იმუშაონ ძალიან პრაგმატულ სამსახურში, სადაც არსებობს ჩარჩოები, წესები, ყველაფერი არის პროგნოზირებადი და ზუსტად იციან რა ქმედებას რა შედეგი მოყვება. აქ მათ არ სჭირდებათ რაღაც შემოქმედებითობა, საკუთარი კრეატივის გამომჟღავნება. ანუ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს მსგავს სამსახურებში. ფაქტია, რომ შეცდომის და კრიტიკის შიში გაცილებით უფრო მეტად გვაზარალებს, ვიდრე გვიცავს. აქ, როცა ცდებზე, მცდელობებზე, შეცდომებზეა საუბარი, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ედისონი გამახსენდება, რომელმაც მე-10,000-ზე, თუ 10,001 წაზე შექმნა ნატურა. აქ მთავარი არის ისიც რა, რომ მისთვის ყოველი შემდგომი წარუმატებელი მცდელობა იყო შემდეგის მანიშნებელი, რომ მე ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს ვარ, უფრო სწორ ნატურასთან. ანუ ფრიადოსნის კომპლექსი ადამიანს ასწავლის. მე ვარ ის, რასაც მივახციე. და ავიწყებს იმას, რომ მე ვარ მე. იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც არაფრისთვის მიმეღწიოს. ედისონიდან გადავიდეთ ცოტა პირდაპირ კახურ ანეკდოტზე, მიხო, როდესაც კაკლის ჩრდილშია წამოწოლილი და ისვენებს, მას მიადგებიან გამვლელი ბიზნესმენები, გაიგებენ, რომ ეს კაკალიც და მის უკან უზარმაზარი კაკლების ტყეც არის მიხოსი და დაუწყებენ ჭკუის სწავლებას. ადექი მიხო, დაბერტყე კაკალი, დაამტრიე, ნიგოზი ჩააბარე, მილიონერი გახდები, უზრუნველი ცხოვრება გექნება, წამოწვევი არხეინაც და ყველაფერი ბოდიში და ფეხებზე გეკიდებაო. მიხა უსმენს გაოცებული და პასუხობს: კი, მაგრამ მაგდენი რატომ უნდა ვიწვალო? ისედაც არა ვარ წამოწოლილი და ისედაც ყველაფერი ფეხებზე არ ამკიდიაო. აქ ახლა არ იფიქროთ, რომ უსაქმურობის პროპაგანდას ვეწევი. უბრალოდ ეს ანეკდოტი მიყვარს და რომ ვფიქრობ, რატომ მიყვარს, ჩემი თავი მეწოდება, იმიტომ რომ გრძნობ, რომ მიხოს იმ შურს გულის სიღრმეში მაქვს განცდა, რომ რა მაგარია, ნეტავ მე შემეძლოს ვიყო აი ესე უმიზეზოდ და არხეინად ბედნიერი. გულის სიღრმეში მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ოდესმე რაიმე მსგავს მოვახერხებ. ნუ მანამდე ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ჩვენი იდეალურობის სურვილისგან აი ესე სწრაფად და ერთი ხელის მოსმით გავთავისუფლდებით, თუმცა გზადაგზა შეგვიძლია თავი გავიმხნევოთ ერთი პარადოქსით, რომ რაც უფრო ნაკლებად იდეალურად შევეცდებით რაღაცის გაკეთებას, პარადოქსია, მაგრამ მით უფრო უკეთესად გამოგვივა ამის გაკეთება. განვაგრძოთ საკუთარი ფიქრების ანალიზი ჩვენს ჯადოსნურ ლაბორატორიაში შემდეგ ვიდეოებში. გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეოები და კომენტარებში გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები და შთაბეჭდილებები. დროებით შემდეგ ვიდეომდე.